მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ჯგუფის ქიმიურ ელემენტს წარმოადგენს ნატრიუმი. ატომური ნომერი 11, ატომური მასა დაახლოებით 23, არსებობს ერთი მდგრადი იზოტოპის სახით. ჟანგვის ხარისხი +1. 1807 წელს ინგლისელმა მეცნიერმა დევიმ პირველმა მიიღო ნატრიუმი თავისუფალ მდგომარეობაში. ნატრიუმი მოვერცხლისფრო თეთრი მეტალია, ადვილად იჭრება დანით, წყალზე მსუბუქია, ადვილად ლღობადია, როგორც ყველა მეტალი ნატრიუმიც ატარებს სითბოსა და ელექტრონულ დენს. ბუნებაში გავრცელება. განვიხილოთ რამოდენიმე ნაერთი, რომელშიც ნატრიუმის ელემენტია. ნატრიუმ NO3, რომელსაც უწოდებენ აგრეთვე ჩილეს გვარჯილას. მირაბილიტი. ნატრიუმ 2 SO4 დაკავშირებული 10 მოლეკულა წყალთან. ასევე სხვადასხვა მარილები, მაგალითად ნატრიუმის სულფატი. გვხვდება აგრეთვე ნატრიუმის კარბონატშიც ეს ელემენტი, ისევე როგორც ნატრიუმის ფოსფატში. ცნობილია ნატრიუმის 222 მინერალი, რომელთაგან მნიშვნელოვანია ჰალიტი. ქვამარილი. ნატრიუმი სხვადასხვა მარილის სახით არის ზღვის წყალში, მლაშე ტბებში, აგრეთვე მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში. მიღება. ნატრიუმის მიღების ძირითადი საწარმოო მეთოდია მარილის ნატრიუმის ქლორიდის ნალღობის ელექტროლიზი, რომლის ლღობის ტემპერატურის 800 გრადუს ცელსიუსზე დასაწევად უმატებენ კალიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ფტორიდს, კალციუმის ქლორიდს და სხვა. ნატრიუმს იღებენ ძველი მეთოდითაც, ნატრიუმის ტუტის ნალღობის ელექტროლიზით. მისი მიღება შეიძლება აგრეთვე ნატრიუმის ჰიდროქსიდის ან კარბონატის აღდგენით წყალბადის არეში ან ვაკუუმში. ინახავენ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, ნავთში, ბენზინში, ბენზოლში ან გლიცერინში. ქიმიური თვისებები. ნატრიუმი ხასიათდება მაღალი ქიმიური აქტიურობით, ადვილად ურთიერთქმედებს წყალთან, ტუტისა და წყალბადის გამოყოფით. რეაქცია საჭიროებს გასწორებას, მიღებულში გვექნება 2 ნატრიუმ OH-ი, ხოლო აღებულში 2 ნატრიუმი და 2 მოლეკულა წყალი. ჰაერზე იჟანგება და იფარება ოქსიდის ფენით. მიიღება ნატრიუმის ოქსიდი, ნატრიუმის ერთვალენტიანი ოქსიდი. აღებულში გვექნება 4 ნატრიუმი, ხოლო მიღებულში 2 მოლეკულა ნატრიუმ 2O. გახურებისას ჰაერში იწვის ყვითელი ალით, პეროქსიდის წარმოქმნით. მიიღება ნატრიუმ 2O2. გავასწოროთ რეაქცია, აღებულში გვექნება 2 ნატრიუმი. ნატრიუმთან შემდგომი ურთიერთქმედებით პეროქსიდი გარდაიქმნება ოქსიდად. ნატრიუმს დავუმატოთ ნატრიუმ 2O2, მიიღება ნატრიუმ 2O. გავასწოროთ რეაქცია, აღებულში გვექნება 2 ნატრიუმი, ხოლო მიღებულში 2 ნატრიუმის ოქსიდი. ოქსიდით და პეროქსიდით წყალში იხსნება და შესაბამის ტუტეს წარმოქმნის. მიიღება ნატრი OH. გავასწოროთ რეაქცია, მიღებული გვექნება 2 ნატრიუმის ტუტე. ნატრიუმ 2O2-ს დავუმატოთ წყალი, მიიღება ნატრიუმ OH და ჟანგბადი. გავასწოროთ რეაქცია. გამოყოფილი ატომური ჟანგბადი განაპირობებს პეროქსიდის ძლიერ ჟანგვით უნარს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ნატრიუმ 2O2-ში ჟანგბადი არის -1 დაჟანგულობის ხარისხი, ხოლო ნატრიუმი +1 დაჟანგულობის
ხარისხი. ნატრიუმი ადვილად ურთიერთქმედებს ჰალოგენებთან. ნატრიუმს დავუმატოთ ფტორ 2, მიიღება ნატრიუმის ფტორიდი. რეაქციაში შედის აგრეთვე ქლორთან, მიიღება ნატრიუმის ქლორიდი. გავასწოროთ რეაქცია, აღებულში გვექნება 2 ნატრიუმი, ხოლო მიღებულში 2 ნატრიუმის ქლორიდი. ასევე რეაქციაში შედის ადვილად ბრომთან, მიიღება ნატრიუმის ბრომიდი. და რეაქციაში შედის იოდთან, ნატრიუმის იოდის წარმოქმნით. საპნის დამზადება. მოამზადეთ სარეცხი სოდის ნატრი 2 CO3-ის ცხელი კონცენტრირებული ხსნარი. ჩაასხეთ ქიმიურ ჭიქაში და თანდათან წვეთობით დაუმატეთ მცენარეული ზეთი, სანამ ზეთი გახსნას არ შეწყვეთ. ზეთის ნაცვლად შეიძლება დაუმატოთ ფუტკრის ცვილი. მიღებულ ხსნარში ჩაყარეთ მწიკვის სუფრის მარილი, ასევე იქცევიან საპნის სახარშ ქარხნებშიც. ამ პროცესს გამომარილებას უწოდებენ. მარილის დამატების შემდეგ მყარი საპონი ამოტივტივდება ზედაპირზე და მისი გამოყოფა ხსნარიდან ადვილია. გამოყენება. ნატრიუმის ტუტე გამოიყენება საპნის, ტყავის, ქსოვილებისა და ფარმაცევტულ წარმოებაში. დიდი რაოდენობით იხმარება ნავთობპროდუქტების გასაწმენდად, ქიმიური ბოჭკოს მისაღებად. ნატრიუმის ნიტრატი, ანუ ნატრიუმის გვარჯილა, ფართოდ გავრცელებული აზოტოვანი სასუქია. ტექნიკური სარეცხი სოდა, ნატრიუ 2 CO3, გამოიყენება საპნის, მინის, ქსოვილის, ქაღალდისა და ნავთობის მრეწველობაში. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ანუ სასმელი სოდა, ნატრიუმ HCO3, იხმარება საკონდიტრო საქმეში, საფუარის ნაცვლად, მედიცინასა და ლაბორატორიებში. ნატრიუმის ქლორიდი, სუფრის მარილი. აუცილებელია ადამიანისა და ცხოველებისათვის, რადგან იგი შედის სისხლის პლაზმას შემადგენლობაში. ადამიანი ყოველწლიურად საკვებთან ერთად 5-10 კილოგრამ სუფრის მარილს მოიხმარს. იგი ძირითადი ნედლეულია ლითონური ნატრიუმის, შესაბამისი ტუტის, სოდის, ქლორის მისაღებად. ნატრიუმის სილიკატი, ნატრი 2 სილიციუმ 3, გამოიყენება როგორც შემკვრელი ნივთიერება, ლითონთა ნაკეთობების ფორმებისა და სარჩილავი ელექტროდების დასამზადებლად. იგი შედის აგრეთვე ჰერმეტიზაციისთვის საჭირო საგოზავების შედგენილობაში და არის სილიკატური წებოს ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ამდენად ჩვენ განვიხილეთ ქიმიური ელემენტი ნატრიუმი.